ხვალ 24 ივლისს ფოთის კოლხეთი ახალი შემადგენლობით მიემგზავრება ორკვირიან შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ერზურუმში, სადაც გაივლიან წინა სასეზონო მომზადებას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისათვის. დღეს გამართულ ღონისძიებაზე კლუბის დირექტორმა თეიმურაზ ბარქაიამ საზოგადოებას გააცნო გუნდის ახალი წევრების ვინაობა და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. იწყება ახალი სეზონი და გუნდი შეუდგა მზადებას. მოხერხდა საბედნიეროდ გაკეთება შეკრების, რომელიც ხვალიდან თურქეთში ორკვირიანი შეკრებას გავივლით ქალაქ ერზურუმში. დღეს მოხდა 9 ახალი ფეხბურთელის წარდგენა. ამ ფეხბურთელებიდან უმეტესი არის ახალგაზრდები, ახალგაზრდებზე კეთდება აქცენტი და მინდა რომ წარმატება უსურვო ამ ბიჭებს. დებიუტი ექნება ჩვენ კლუბში. ჩვენი მხრიდან კლუბის როგორც ხელმძღვანელის მხრიდან ჩვენი მიზანი წელს არ იქნება დარჩენა, ჩვენი მიზანი იქნება რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ უმაღლეს ლიგაში. და ვიბრძოლოთ აუცილებლად საქართველოს თასის რაც შეიძლება მეტი ეტაპი რო გავიაროთ. შემდეგ ახალი წლის შემდეგ უკვე მეორე წრე იწყება. იმედი გვაქვს რომ დაფინანსება გაიზრდება და ფოთის კოლხეთი UEFA-ს საგზურისათვის აუცილებლად იბრძოლებს მომავალი წლიდან. ხვალ მივგზავრებით თურქეთში. მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეკრება გვაქვს. ერთი ორკვირიანი კურსი აქ გავიარეთ და ყველანაირად ვეცდებით რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ავღრებოთ ფორმა რომ ჩემპიონატს სრულზაფხულში შევხვდეთ. А почему приехал в Грузию? Поступило предложение. Я рассмотрел, Грузия нравится мне как страна, и я приехал играть сюда. გუნდში არის 9 ახალი ფეხბურთელი. ამბერკ ინჯიბაშვილი, ნიკიტა ყოლულიახი, მამუკა ხონღაძე, თენგიზ კუხალეიშვილი, ცოტნე ქებურია, თენგიზ გოროზია, გოჩა კვარაცხელია, იონა კალაჯიშვილი და მურად აფხაზავა. ასევე დღეს წარადგინეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში გიგა გუჩია, რომელსაც B კატეგორია